სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე განცხადების მიღებას აცხადებს კონკურსის გავლის შემდეგ შერჩეული წარმომადგენელი, მას შემდეგ რაც ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებთან კონსულტაციებს გაივლის გაეროს სათაო ოფისში გაემგზავრება, სადაც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით სარგებლობს და შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობს. კონკურსის 3 ეტაპად ჩატარდება, გამარჯვებული კანდიდატი კი 2015 წლის ივნისის თვეში გამოვლინდება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე წელი ახორციელებს პროექტს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. შესაბამისად, ნებისმიერ ახალგაზრდას ეძლევა უნიკალური შანსი იმისა, რომ გახდეს ღია კონკურსის საფუძველზე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ამავდროულად იყოს საქართველოს დელეგაციის ოფიციალური წევრი და წარმოადგინოს ქართველი ახალგაზრდების ინტერესები გაეროს მაღალ ტრიბუნაზე. მისი განაცხადიც კი მე მინახავს ყველა ნებისმიერზე მე შევძლებდი რომ მე თქვა რომ ის ნამდვილად სათანადოდ გაართმევდა თავს ამ ფუნქციის შესრულებას. შაშან საკმაოდ დიდი აქტივობა იყო. ველოდებით წელს კიდევ უფრო მეტ აქტივობას. რა თქმა უნდა, ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებაში გახდეს ეს ცნობილი და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროექტით. აღნიშნული მანდატის ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ის, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ძალიან უყვარს გაეროს გენერალურ მდივან ბატონ ბან კი მუნს და ყოველთვის როდესაც ჩამოდიან დელეგატები, მას მისი სურვილი არის, რომ მათ შეხვდეს, გაესაუბროს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და მართლა ის გამოცდილება, რასაც აღნიშნული მანდატი გაძლევს ნიუ-იორკში ყოფნის პერიოდში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ გაქვს საშუალება, რომ მართლა ერთი წელი იყო დიპლომატი და საკუთარ თავზე განიცადო ის თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა და რაღაც გარკვეულწილად გამოჩნდაც არის, იმიტომ რომ შეიძლება არის დამოკიდებული რამდენად აქტიური იქნები. შეგიძლია მანდატი სრულიად შეცვალო და ბევრად უფრო აქტიური იყო და მართლა რაღაც კარგი გააკეთო შენი ქვეყნისა.